ხე კაცრაძის დაბადების დღეც არის დღეს, ანდროს დაბადების დღეც არის და თემურ ქათამაძის დაბადების დღე არის ასევე თურმე დღეს. და თემურ ქათამაძის დაბადების დღე არის, რომელიც ხო საბედნიეროდ ეხა თავისუფლებაზეა, მაგრამ ჩვენ და სასირცხვილოდ ქვეყნიდან გაძევებული, მე ვფიქრობ, რომ ის სიყვარული, ის პატივისცემა, ის ტალღა, რაც მიიღეს ამ პოლიტპატიმრებმა, სინდისის პატიმრებმა, მათ შორის ანდრომ, მათ შორის დღეს, დაბადების დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესეთი რაღაცები არ იკარგება, ესეთი რაღაცები აძლიერებს ადამიანებს და შეიძლება დროებით ის იყოს განსაცდელში, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ის არის უკიდურესად სწორი, მართალი ადამიანი, ანდრო არის გამორჩეული იმითი, რომ არადროს არ არის ძალიან თავმდაბალია, არადროს არ აქვს პრეტენზია არანაირ გმირობაზე, ის უბრალოდ აკეთებს იმას, რაც მიაჩნია სწორი და მე ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა, მერჩივნა რომ დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყო ტრადიციულად, მაგრამ მისი არჩევანი არის ძალიან მტკიცე და მე ამით მხოლოდ შემიძლია ვიყო გახარებული და რა თქმა უნდა, ანდრო გილოძე. კარგი ძალიან, მართლაც არაჩვეულებრივი ბიჭია. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ აი რასაც ვადევნებ თვალს, საერთოდ საოცარი ადამიანები არიან. საუკეთესო ადამიანები არიან. ეხლა ციხეში დღეს გიორგი ბაჩიაშვილის პროცესიც იყო, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. გიორგის ჩვენება, მან პირველად მისცა ჩვენება იმ თავდასხმის შემდეგ, რომელიც მასზე განახორციელეს ციხეში და არ ვიცი, აი რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს, თუმცა და ვნახეთ რაღაც გარკვეულწილად, არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვათ, იგივე შეწყალების თემის გააქტიურება, იგივე რაღაცა განაჩენების გამოცხადების გადადება, თქვენი აზრით ეს აი რას უკავშირდება და რას უნდა ნიშნავდეს? დიახ, ნუ ბაჩიაშვილს მინდა გამოვეხმაურო, მან ძალიან მკაფიოდ და სწორად თქვა, რომ ის არის ტყვე, ის არ არის არანაირი პატიმარი, ის მოიტაცეს და არის უბრალოდ ტყვეობაში, პირადი ტყვე და პირადი შურისძიების მსხვერპლი. მთლიანობაში ნიკა გვარამიას ჰქონდა საინტერესო სტატუსი მოსამართლეებზე, მათ შორის ორშაბათს ჰქონდა, მე წავიკითხე სტატუსი. ფაქტია, დიახ, ძალიან რთულია მარჩიელობა იმაზე ზუსტად რა ხდება სისტემაში, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია, რომ სისტემა არ არის კომფორტის ზონაში, მოდით ყველაზე ნეიტრალურად ვთქვათ და ფაქტია, რომ იმ ტიპის ზეწოლა, რომელიც აქამდე იყო სისტემაზე, როგორც ქვეყნის შიგნიდან, როგორც პოლიტიკური კლასისგან, როგორც მოქალაქეებისგან, რომლებიც უწყვეტად აპროტესტებენ, როგორც პოლიტპატიმრების სიმტკიცისგან, ხო, მათ უდიდესი და საერთაშორისო ზეწოლისგან. რეჟიმს შეექმნა უდიდესი დისკომფორტი კონკრეტულ წარმომადგენლებს ამ რეჟიმის, ამ მოსამართლეებს, რომლებიც პირდაპირ სირცხვილის დაფაზე იწერენ საკუთარ თავს, მათ ნამდვილად შექმნილი აქვს დისკომფორტი. ეხლა ზუსტად რა ტიპის თამაში წამოიწყეს შეწყალებების თემით თუ ასე შემდეგ, მე ძალიან გამიჭირდება რომ ვიმარჩიელო, იმიტომ რომ რაღაც ჩანაფიქრი შეიძლება ამაში აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ უჭირთ ამ საკუთარი ხაზის გატარება და მათ ვერავინ ვერ გატეხეს ამ ბრძოლაში, ვერ გატეხეს უბრალოდ, ვერც პოლიტპატიმრები გატეხეს, ვერც პროტესტი გატეხეს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მესმის, რომ შეიძლება დამღლილი იყოს ეს ბრძოლა, მაგრამ სისტემის სისუსტეების შეფასებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი სისუსტეებზე როდესაც საუბრობთ, დიახ, ბოდიში ელენე, შეგაწყვეტინეთ, ჩაგეკითხებით და შემდეგ გავაგზავნოთ ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა სისუსტეებზე საუბრობთ, თქვენს თქვით, რომ არ არის კომფორტის ზონაში რეჟიმიო და დავუშვათ რა მეტყველებს ამაზე. იგივე ის, რომ აი დღეს რაც დღეს და ორი დღეა ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად, სხვათა შორის TV პირველს უჩივლა, ამის გამო ბიძინა ივანიშვილმა აღარ ახსენოთ არასოდეს არ გაბედოთო, რომ ივანიშვილის ქართულ ბანკი ოლიგარქის ქართულ ბანკიო, ამ ქართულ ბანკში ამ წილების გადანაწილება, გადაფორმება ისე რომ ვერ მიაკვლიონ ვინ არის, ანუ რა ესეც არის გამოვლინება მაგისი, რაღაც კორუფციის საფარქვეშ ამ ფულის ამოღების ოპერაცია, თუ აი მოკლედ მთელი ეს პროცესები ამ დისკომფორტზე მეტყველებს რეჟიმის, თუ თავად ივანიშვილი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად და ის სანქციები, რომელიც მის თავზე კიდია, მისთვის არის ყველაზე დიდი საფრთხე. როგორ გგონიათ თქვენ რა შეფასებას მისცემთ? ყველაფერი ერთად, მე ვფიქრობ რეჟიმი ანუ ჩვენ ხო რა ტიპის რეჟიმი გვაქვს, ეს ხო არ არის რაღაცა
თუნდაც ავტოკრატიული, მაგრამ პოლიტიკური სისტემა, სადაც ინსტიტუტები ცუდად, მაგრამ მუშაობენ. არა, ეს არის ოლიგარქიული რუსული სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე დგას ივანიშვილზე და ივანიშვილის რაღაც სხვადასხვა არაფორმალურ და ფორმალურ რაღაცა საყრდენებზე და ფაქტია, რომ ამ საყრდენებში არის ძალიან დიდი არეულობა. ეს უკავშირდება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის შიშებს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არ უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ როდესაც მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები, ზოგი გაქცეული, ზოგი ჯანმრთელობა დაზიანებული სამწუხაროდ, ზოგი დაჭერილი და სხვადასხვა კონფლიქტში ერთმანეთთან, ამ რაღაცა ვითომ მერობის კანდიდატის დასახელებაც რაღაცა სხვადასხვა იმის ქვეშ იყო, ქარცეცხლში გაიარა ამ ყველაფერმა, ხო ფაქტია, რომ ეს არ არის მათთვის ნორმალური ვითარება. მათ რა თქმა უნდა ურჩევნიათ, რომ ეს ყველაფერი გამოიყურებოდეს, რომ თითქოს მთავრობა ნორმალურად არის, მაგრამ სიტუაციის ნორმალიზება მათ ვერ მოახერხეს და რა თქმა უნდა ეს უკავშირდება შიშებს და ეს ამის მიზეზი არის ყველაფერი. ამის მიზეზია, რომ მათ ვერც ერთი რეპრესიული მეთოდით ვერ გატეხეს წინააღმდეგობა და ეს ფაქტია. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ და ალბათ დღესაც ვიმსჯელებ წინააღმდეგობის ფორმებზე და ვიკამათოთ უკეთესი ვისურვოთ და ასე შემდეგ, მაგრამ აბსოლუტურად ფაქტია, რა კონკრეტულ ტაქტიკასაც არ უნდა მიყვე, რომ საქართველოში წინააღმდეგობა არ გატყდა და ამას ხედავთ ჩვენც, ამას ხედავს რეჟიმი, ამას ხედავს მთელი მსოფლიო. ასევე ჩვენ ხედავთ, რომ მათ ვერ მოიპოვეს ლეგიტიმაცია. ყველაფრის ფასად ცდილობენ, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ვერ მოიპოვეს. ანუ მათ ეს სასიცოცხლოდ ჭირდებათ, იმდენად ჭირდებათ, რომ ხან ესე იგი მისი რა ქვია რა გვარია ეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყაველაშვილის ტრამპთან რაღაცა მიმონტაჟებული თუ რაღაცა შელამაზებული ფოტოებით ამტკიცებენ, რომ ტრამპი ცნობს ამ მათ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს სასაცილო იყო ეს თამაშები, ასევე რაღაცა ელჩი რო ჩავიდა და ნებისმიერი ქვეყნის ელჩი ყოველთვის ყველგან ტექნიკური პროტოკოლური საკითხია, ამას ამზეურებენ, რომ თითქოს ეს არის ლეგიტიმაციის რაღაც მაჩვენებელი და ანუ მათ ძალიან ჭირდებათ ეს ლეგიტიმაცია და ეს ლეგიტიმაცია მათ ვერ მოიპოვეს. შესაბამისად, ვერ მოიპოვეს ვერც ქვეყნის გარედან და ჩვენ ხედავთ სერიოზულ ზეწოლას მასზე და სერიოზულ საფრთხეებს როგორც ამერიკიდან, ასევე ბრიტანეთიდან კონკრეტულად სანქციების და ზეწოლის მათზე. გარდა ამისა, გეოპოლიტიკური კონტექსტი არის ისეთი, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ტრამპის მოწმინება ივსება, მან თქვა, რომ არანაირი 50 დღე და უკვე აზრი არ აქვს ამ ლოდინს და 10 დღის ვადამიცა რუსეთს. რა თქმა უნდა, აქაც ძალიან რთული არის ზუსტი ტრაექტორია გათვალო შენ, ან რამდენი ხანი დაჭირდება ამას, ან რა ფორმას შეიძენს ეს ყველაფერი, მაგრამ აბსოლუტურად ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკა ყველაზე ძლიერი ქვეყანა და ევროპაც, მათ შორის გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთი, ევროკავშირი თავად ძალიან პრინციპულად ერთიანად მყარად არიან მომართულები ამ რეგიონში საფრთხეების დაზღვევაზე, პრობლემების მოგვარებაზე. კი, და ამასობაში ვნახეთ ზუსტად მეგობარი აქტთან დაკავშირებით ნახავდით ალბათ თქვენს რაიფოღლუ სოციალურ ქსელში წელს, რომ 3-დან 1 ბლოკირება გაუქმდა სენატში და ესო ჩემთვის წყაროებიდან არის ცნობილიო, რაც ამ მეგობარ აქტზე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მეგობარ აქტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, უბრალოდ არის სხვადასხვა პროცედურა, იყოს სწრაფი პროცედურა, რომელიც ნებისმიერ ერთ ადამიანს შეეძლო შეეფერხებინა, მაგრამ ეს არ არის მეგობარი აქტის არ მიღების საფრთხე, უბრალოდ აქ ლაპარაკია ვადებზე და ის აუცილებლად იქნება მიღებული. ამიტომ ჩვენ ხედავთ, რომ გეოპოლიტიკური ვითარებაც ქვეყნის შიგნითაც გაუტეხლობა ამ პროდასავლური ძალების, საზოგადოების, პროქართულის და ეროვნული ძალების პრობლემებს უქმნის რეჟიმს, ეს პრობლემები ხანრაში გამოიხატება ხანრაში. ჩვენი მთავარი კითხვა არის, ჩვენ თვითონ სწორად და აქ არის ხოლმე სამწუხარო შეცდომები, მაგრამ გასწორებული გქონდეს ეს ხაზი ბრძოლის, რა არის ყველაზე ეფექტური იმ მომენტისთვის, როდესაც სისტემას უჭერს, ჩვენ ოპტიმალური რა უნდა გავაკეთოთ, ეს არის მთავარი ამბავი. კი, აი ხა რა უნდა გავაკეთოთ, ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ სალომე სამადაშვილმა ექსკლუზიურად დამიტოვა სხვათა შორის ინფორმაცია, რომ სენატორმა მაიკ ლიმ მოხსნა ბლოკი მეგობარ აქტსო. ეხლა ვისაუბროთ გეგმებზე, ელენე და დღეს მოკლედ ამ გეგმებთან დაკავშირებით მე და თქვენს გვისაუბრია, ბევრი იწერება, ბევრი საუბრებია. ერთობასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, პუნქტები, 8 პუნქტიანი, გიორგი ვაშაძე ჩართულია, ზურაგირჩი ჯაფარიძე. თქვენი პოზიცია მინდა პირველ რიგში ერთობასთან დაკავშირებით მოვისმინოთ, თქვენ როგორ უყურებთ ამას, თუ ჯერ არ გაქვთ ამაზე პასუხი, ან არ ვიცი, აი რამდენად იმ ფონზე მით უმეტეს რაც ხდება და მაგაზე მოგვიანებით
მოგვიანებით დავსვავ შეკითხვას. უნებრივია, მე მგონი აქ ორი აზრი არ არის, რომ ერთობის გარეშე ამ ტიპის ბრძოლაში არის სრულიად შეუძლებელი შენ იყო ძლიერი. ანუ ერთობა არის სიძლიერის სინონიმი, ორგანიზებულობის სინონიმი, რესურსების გაერთიანების სინონიმი, რაც გჭირდება სისტემასთან დაპირისპირებაში. ამასთანავე ზურას ეწერა თუ არ ვცდები და ძალიან სწორია, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ დავაკონკრეტოთ რა შინაარსდებთ ამ ერთობაში, ხო? ზოგადად ერთობა ძალიან კარგია. უნდა მეკითხა ზუსტად. ვერ გექნება ერთობა კოცებთან, ხო? ხო, ვერ გექნება ერთობა კოცებთან, ვერ გექნება ერთობა პრორუსებთან. ანუ რაღაცა ფორმები აქვს, ხო? ამას დღეს ჩვენ გვესაჭიროება საერთო სტრატეგიის გარშემო ერთობა. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ის სტრატეგია, რომელიც აქამდე იყო, ართანამშრომლობის სტრატეგია, მათ შორის რომლის მოზიარეც იყო ლელო და ნაწილობრივ მაინც გახარია, ეს ერთობა შენარჩუნებული იყო, მაგრამ იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ვთქვათ სიტყვა ერთობა განსხვავებულ სტრატეგიებში ჩვენ რესურსებს ვერ გავაერთიანებთ. შეუძლებელია შენ საზოგადოებას უთხრა, რომ ეხლა ჩვენ ორი თვე უნდა ყუთში რაღაცის ჩასაგდებად მოვემზადოთ, თუ ჩვენ სისტემას ვარყებთ და მას ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ. ეს არის ორი სხვადასხვა სტრატეგია, ორი სხვადასხვა ხედვა, ხო? შესაბამისად, ეს ორი ხედვა სამწუხაროა, მაგრამ ერთად ვერ იქნება. ჩვენ ამ მხრივ თავმიმდევრულები ვართ, აღარ გავაგზელებ ეხლა, რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა არ არის იმ მეორე სტრატეგიაზე ჩამოყალიბებულია ეს პოზიცია, ანუ რისი თქმა მინდა, რომ ერთობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ცხადი, სიცხადე იყოს რა ისთვის და როგორ ვერთიანდებით. სწორედ ასეთი სიცხადე არის და დღეს მე ძალიან გამიხარდა და სამიზნე, სხვათა შორის სალომე სამადაშვილმა თქვა და მე მაგაზე უნდა გკითხოთ, სალომე სამადაშვილმა თქვა, აი თიკა ბოკუჩავას ბრიფინგი, რასაც ეძღვნებოდა და შემდეგ სოციალურ ქსელში ეს რაღაცა ისრების და კენჭების აქეთ-იქით სროლის მთელი კასკადი ვნახეთ, თქვენი პოსტიც გამოხმაურება მხარდაჭერა ღიად თიკა ბოკუჩავაზე, სადაც ამბობთ ესეთ რამეს, რომ ყველა ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუცია, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი, ან ქოცი, ან სუსი. კაცრია საკმაოდ ელენე თქვენი შეფასება. მოკლედ, არ ვიცი, რა ხდება, ასეთი რა შეუთანხმებლობა ამ სტრატეგიაზე და სალომე სამადაშვილიზე, იმიტომ ვახსენე, სალომემ თქვა, რომ თუ დავუშვათ თუ ბოიკოტის გზას ირჩევენო, მაშინ ხაბეს გზა, რომელიც ამბობს, რომ აი 4 უნდა იყოს ბიზნეს დასასრული და რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი, უფრო გასაგებიაო. აი თქვენთვის რა არის აქ მიუღებელი? თავად თარიღია მიუღებელი თუ რა ხდება ზოგადად? რამდენადაც შეძლებთ, რომ ამას ნათელი მოვიდეს? არა, მე საერთოდ არ ვიცი რატო მომწონს ეს პროცესი. მე საერთოდ არ ვიცი რატო, მაგრამ მოვისმენთ. ხო, არა, მე საერთოდ არ ვიცი რატო დავიდა ეს დისკუსია, რატო დავიდა რაღაც სახელებამდე და გვარებამდე. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ერთმანეთთან ვარკვიოთ ურთიერთობები, იქნება ეს ლელო თუ ცალკეული რაღაც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურები. ჩვენი ამოცანა არის საზოგადოებასთან და ხალხთან კონდეს მკაფიო სიცხადე, თუ რა არის ბრძოლის გზა. ცდუნება რომ წინასწარ გამოაცხადო რომელიღაც თარიღი, როცა შენ იტყვი, რომ აი ამ დღეს ეს დასრულდება, ეს ცდუნება არაერთ პოლიტიკოს ქონია. შეიძლება მეც კი დამიშვია მსგავსი შეცდომა, რომ აი გავედით და დავასრულეთ და ასე შემდეგ და ეს ცდუნება არის სტრატეგიული შეცდომა დღეს ოპოზიციის მხრიდან, თუ ჩვენ ამ ცდუნებას გავყვებით და ვინც არ უნდა იყოს, მე არ ვიცი თავის თავზე ესე პირდაპირ რატო იღებენ ვიღაცები, შეიძლება ასე იღებენ. ჩემი ამოცანა არ არის ცალკეული არავისთან კამათი. ჩემი ამოცანა არის, რომ საზოგადოებასთან, რომელიც უყურებს პოლიტიკურ სპექტრს, სიცხადე იყოს ჩემი და 8 პოლიტიკური პარტიის აი ამ ერთობის ამ კონკრეტულ ბრძოლაში გზას როგორ ვხედავთ. ამ გზაში ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ ტყუილი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით კი არა, რევოლუცია არის შვიდობიანი რევოლუცია არის აბსოლუტურად ლეგიტიმური გზა. შვიდობიანი რევოლუცია კი არა, ძალადობრივი რევოლუცია მოაწყო ქართულმა ოცნება, რუსულმა ოცნებამ საქართველოს მოსახლეობასთან. ამიტომ ამ სიტყვის პრობლემა კი არ არის. პრობლემა არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ აი ამ დღეს რო ქუჩაში გადის, შენ თუ მას ეუბნები, რომ აი დღეს რო გახვალ, არ აქვს მნიშვნელობა ეს 31 აგვისტო იქნება, 5 სექტემბერი თუ 4 ოქტომბერი. შენ როდესაც მას ეუბნები, რომ აი მორჩა ამ დღეს უნდა
დამთავრდეს. მე შეიძლება ემოციურად მესმოდეს, მაგრამ არავინ არ იცის ეს დამთავრდება 3 სექტემბერს, რომელ აგვისტოს და რომელ ოქტომბერს. პრინციპები უნდა გავუზიაროთ, მაგრამ უთხრათ, რომ თქვენ არასდროს არ მოგატყუებთ ზუსტად იმ თარიღს ვერ არ არსებობს მართლა მსოფლიოს ისტორიაში. ანუ თარიღმა გამოიწვია ეს უთანხმოება, თქვენ ასე გაიგეთ? თუ აი რა გამოიწვია? მიდგომა, მე მინდა რომ ჩვენ ოპოზიციაში ვიყოთ გულწრფელები, მე მინდა რომ ჩვენ ოპოზიციაში ვიყოთ გულწრფელები და მიდგომა, რომელიც გულისხმობს აი ესეთი არასერიოზული არა პასუხისმგებლობის მქონე მოლოდინების შექმნას და არავინ კონკრეტული მე არ მაქვს თუ ვინმე აპირებს რომ ეს ასე წარმოაჩინოს კი იმასთან სიამოვნებით და დიდი პატივისცემით ვიკამათებ ვინც არ უნდა იყოს ეს მე დღეს ხედავ რომ არის ნაციონალური მოძრაობა რომელსაც ყავს თავმჯდომარე რომელიც არის მთელი ეს პარტია და მის თავმჯდომარეობასთან ერთად ძალიან სანდო პარტნიორი იზიარებს იმ პოლიტიკურ ხედვას, რომელზეც ჩვენ რვავე შევთანხმდით, რომ აუცილებელია სისტემის დემონტაჟი, რომ პოლიტიკური პატიმრების გამოსვლას და ახალიც არჩევნებიც ჩატარდება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც მოხდება სისტემის დემონტაჟი და სისტემის დემონტაჟი დღეს თინამ ძალიან კარგად ჩამოთვალა, ეს არის რვიანის განაცხადიც, სისტემის დემონტაჟი მოხდება მისი სრული იზოლაციით, ართანამშრომლობით, დელეგიტიმაციით, ზეწოლით, საერთო ეროვნული ბრძოლით, სანქციებით. ეს ხედვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ხედვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობ ჩვენ და ასევე იმ მნიშვნელობაზე, რომ ამ ბრძოლაში ერთმანეთთან ვიყოთ გულწრფელები და ის შეცდომები, რაც ყველას დაგვიშვია, მათ შორის წარსულში, რომ რაღაცა ერთ დღეს ვიძახით, რომ აი ამ ერთ დღეს რაღაცა მეც დამიშვია ეს შეცდომა, რომ რაღაცა ამ დღემ 4 ოქტომბერმა გამოიწვია ეს, რომ 4 ოქტომბერზე საუბრობს პაატა ბურჯულაძე, საერთოდ აბსურდია, 4 ოქტომბერი ვინ მოიგონა საერთოდ? 4 ოქტომბერი საერთოდ არ მესმის. ხო, იმიტომ რომ თქვენ მაგალითად შემდეგი აქცია გაქვთ დაანონსებული 2 აგვისტოს თუ არ ვცდები ბათუმში. 2 აგვისტოს. მერე გვექნება აუცილებლად კიდე აქცია შვიდში იქნება. მერე იქნება კიდე აგვისტოში. ოღონდ ყოველ ჯერზე, როდესაც გამოვა ადამიანი აქციაზე, მათ ეწოდინებათ თუ რა კონკრეტული ამოცანისთვის გამოდის და რა არის რეალისტური, რა არ არის რეალისტური. აი ამ რყევის პროცესში ჩვენ სისტემას აუცილებლად ჩამოვანგრევთ. შეუძლებელია და 4-ზე არ არის აქ მარტო ლაპარაკი. ნებისმიერი ვინც გამოვა და იტყვის, რომ 3 სექტემბერს დავასრულებ, ბიძიაევანიშვილს ზუსტად იგივე პასუხს მიიღებს, რომ მეგობრებო, ძვირფასებო, ნუ მოვატყუებთ ხალხს, ნუ შევქმნით ტყუილ მოლოდინებს და ეს სიცხადე და გულწრფელობა და სიმართლის თქმა პრობლემად კი არ უნდა იქცეს ჩვენ ურთიერთობაში, ოპოზიციაში. არამედ ჩვენ ძალადუნდა აი ეს ყველაფერი გარეთ, იმიტომ რომ თქვენ ხო 8 პარტია ხართ, ერთიანი ბრძოლის სტრატეგია გაქვთ, წესით ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდეთ, რაღაცა წესით უნდა კამათობდეთ, ამ კამათში იბადებოდეს ჭეშმარიტება და შემდეგ უკვე რაღაცა ცოტა დალაგებული გზავნილები გამოდიოდეს და აი რატო მოხდა რომ აი ხა დღეს აი ეს თემა იქცა ზოგისთვის საქილიკოდ, ზოგისთვის სასიხარულოდ, ზოგისთვის საკამათოდ და ასე შემდეგ. აი რატო მოხდა ასე? რა ხდება? სუსის ჩარევებზეც იყო აქცენტი, თინა ბოკუჩავაც საუბრობდა, მიხეილ სააკაშვილიც ხონდა ამაზე თავის პოსტში საუბარი და რა ხდება? რას ვერ უმკლავდებით? ანუ ზოგადად სუსი ძალიან ხშირად ეცდება ხოლმე რომ რაღაცა და ეს ვიცი ჩვენ ყველამ და ყველას ჩემი თავის ჩათვლით აბსოლუტურად ყველასთან ეს ჩვენ მიდგომა უნდა გქონდეს რომ მაქსიმალურად ამ მახეებს არ წამოვეგოთ და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ზედმეტი გამყოფი ხაზები არ შემოვიტანოთ. ამასთანავე ამან ჩვენ არ უნდა დაგვადუმოს სიცხადე, ბუნდოვანება არ უნდა იყოს შექმნილი. მე ვიცი რომ არსებობს ნაციონალური მოძრაობა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი და რომელიც არის ასევე მძევლობაში და მე ვიცი რომ არსებობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელმაც დღეს გააკეთა ბრიფინგი და ამ ბრიფინგის შინაარსი არის იდენტური იმ ამოცანებისა და ამაში ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობს ყველა 8 პარტიასთან აქტიურად იდენტური მოთხოვნებით, რაზეც ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული და მე ჩავთვალე აუცილებლად რომ გამოხმაურებულიყავი, რომ დიახ, ეს არის ბრძოლის სწორი გზა. ჩვენ ამ ბრძოლის გზაზე რომ ვისაუბროთ და ვიკამათოთ, არის
ძალიან ბუნებრივი, რა თქმა უნდა, ზოგი კამათი არის, რომ შიგნით დახურულ კარს მიღმა თავდება და ზოგი კამათი არის, რომ არ მთავრდება. ამ კამათში რომელი ბრძოლა არის, სწორი, არაფერი ტრაგიკული არ არის. ტრაგიკული არის, თუ ამას ჩვენ აღვიქვავთ თავდასხმად ვიღაცა კონკრეტულზე და სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ. ვერავინმე ვერ მეტყვის, რომ ოდესმე ხაზარაძე იქნებოდა, რომელიც შეცდა, ხაბეიშვილი იქნება ეს, პეტრე იქნება თუ პავლე, ოდესმე მიკადრებია, რომ მას რაღაცა იარლიხი ან მოღალატის, ან რაღაცა ეს შეურაცხყოფელი მივაკერო, მაგრამ ის რომ არასწორი სტარი სტრატეგია მხოლოდ სუსის ინტერესში შეიძლება იყოს და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ ცხადები ჩვენ ამ მომრჩეველთან, ამას ყოველთვის ვიტყვი, ის რომ მე მიმაჩნია რომ ხაზარაძე ცდება ამას ყოველთვის ვიტყვი, მერჩივნა რომ აქამდე არ მისულიყო, მაგრამ თუ შეცდება, იმიტომ რომ მოვიტყუო რომ ერთობაა, ვერ გავჩუმდები ამაზე, მე თუ ჩავქვრი საჭიროდ რომ ვიღაცა რაღაც სტრატეგიაში და თინასთან არ ვიკამათია ბოკუჩავასთან, თინას ჩემთან არ უკამათია, სხვებთან არ გვიკამათია, მაგრამ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, ჩვენ გვაქვს ვიზა ლიბერალიზაციის დაკვარგვის საფრთხე, ჩვენ ყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ გვაქვს 8 პოლიტიკური პარტიის ცხადი პოზიცია, ამ პარტიას ყავს თავმჯდომარე, მე ვიზიარებ სრულიად ამ პარტიის დღევანდელ პოზიციას და მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს გენერალური ხაზი და მხარს ვუჭერ ამ ერთიან გენერალურ ხაზს და არა მხოლოდ მხარს ვუჭერ, არამედ ძალიან აქტიურად ვიმოქმედებ ამ ხაზის წარმატებისთვის.